ერთი-ორი სიტყვა მინდა ვთქვა. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე ზვია ჩიტიშვილი, ჩვენი სამშობლო პარტიას სახელწოდება. აბსოლუტურად ჩვენ ვეთანხმებით ბატონ ტრისტანის ყველა განაცხადი და ყველა საბუთები, რაც ბატონი ტრისტანი იტყვის, აბსოლუტური სიმართლე არის. ჩვენ კიდე მომავალში დაგიმტკიცებთ, რომ რამდენი ფულია მოპარული სააკაშვილის რეჟიმის დროს, ჩვენ მალე განახებთ ოფშორკიდან რამდენი ფირმა აქვს შექმნილი და რამდენი ფულია გატანილი, რომელიც რომ პენსიებზე და უნდა მოხმარებულიყო და ბავშვებზე და კიდე დევნილების სახლების აშენებაზე. ჩვენ დაგიმტკიცებთ, რომ ეს პარტია ნამდვილი ქურდების პარტია იყო და ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას. დღეს ბატონი ტრისტანი არის პარტიის წევრი, მთავარ საბჭოს წევრი, რომელიც რომ უფლება აქვს, რომ ილაპარაკოს პარტიის სახელით. და თქვენ დღეს დარწმუნდებით, რომ რამდენი საბუთები გაგვაჩნია და ჩვენ კიდე ნელ-ნელა მოგაწვდით კიდე საბუთებს, რომ თქვენ თვითონ დარწმუნდეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც პარტია საქართველოში უფლება არ აქვს, რომ იყოს არსებობდეს საერთოდ. და ჩვენ დავიწყეთ უკვე ხელის მოწერების აგროვება, უკვე გვაქვს 50,000-მდე ხელის მოწერა და რაც მე მიხარია კიდე რომ ბევრი გვარებს თქვენ ამოიკითხავთ იმათი ნათესავების გვარებს, რომელიც რო არიან თავში დღეს ნაციონალური მოძრაობის, თავისი ნათესავებმაც კი მოაწერეს ხელი, რომ ეს პარტია საერთოდ რო უნდა გაუქმდეს. თქვენ კარგად მოგესალმებათ 2 დღის უკან გასული სიუჟეტი და ნაციონალური მოძრაობის მიერ ატეხილი განგაში. თუ ესე იგი რა სიტუაცია და რა მდგომარეობაში ჩავარდნენ ისინი ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებებთან დაკავშირებით. პირველი ის რომ სიუჟეტი რომელიც გავიდა პოსტსკრიპტუმის ესე იგი მეშვეობით ეს სიუჟეტი იყო სრულიად დაჭრილი და დამახინჯებული, რადგან იქ საუბარი იყო სხვა თემაზე, საუბარი იყო იმ გაფლაგულ ფულზე, ფული რომელიც ესე იგი სააკაშვილმა მოპარა ამ ქვეყანას და საუბარი იყო სწორედ იმ სამხედრო დანაშაულებებზე, რომელიც ჩაიდინა გიგი კალანდაძემ, მაშინდელმა გენერალური შტაბის უფროსმა. აი ამ თემებზე ქონდა საუბარი, მაგრამ პოსტსკრიპტუმმა რაღაც ესე იგი ეს ყველაფერი გადააკეთა და თითქოს და მე ვიყავი და ვარ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტი და რაღაც გარკვეული წვდომა მაქვს საიდუმლო ბაზებთან და იქ ვაწარმოებს ჩაწერებს, გადაღებებს და ვაწერ რუსეთის სპეცსამსახურებს. ნუ ამას ალბათ დაადგენს და ასეც იქნება, რომ ჩვენ მოვიტყოვეთ და ვითხოვთ, რომ ამ საქმეში ჩაერთოს უკვე სახელმწიფო სპეცსამსახური და დაიწყოს ამასთან დაკავშირებით გამოძიება და ამავდროულად ჩვენ წავედით სასამართლო წესით, რადგან ეს არის პატევისა და ღირსების შელახვა. პირველი რომ მე არ ყოფილი ვარ სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლებული. მე გამასამართლეს ნარკოტიკების შენახვა მოხმარებისათვის ეს ნაციონალური მოძრაობა როგორც ჰქონდათ მათ ეს მეთოდიკა მათთვის მიუღებელი პირებს ნარკოტიკების ჩაუდენენ ზოგ წყალს დაალევინებდნენ და ასე მიმდინარეობდა რეპრესიები იმ ადამიანების რომელი ადამიანებიც ეწინააღმდეგებდნენ მათ პოლიტიკას. მეორე მე დავიწყე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით როგორც სამხედრო ექსპერტმა და არა მარტო მე სამხედრო ექსპერტთა ჯგუფმა შესწავლა იმ თემების, იმ დანაშაულებების, რომელი დანაშაულებების იყო ჩადენილი სააკაშვილის რეჟიმის დროს და კონკრეტულად იმ მინისტრების დროს, რომელი მინისტრებიც იყო კეზერაშვილი, ბაჩანახალაია. ჩვენ მოკლედ დავიწყეთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა და პირველი რაც ესე იგი ჩვენ ხელში ჩავარდა დოკუმენტი ეს იყო თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2007 წელს. ბიუჯეტი, სადაც ეს არის არავითარი საიდუმლო დოკუმენტს არ წარმოადგენს ეს არის საჯარო დოკუმენტი, მაგრამ კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით ამ დოკუმენტებში არის მითითებული 2007 წელს კეზერაშვილის შედის მოთხოვდით თავდაცვის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ გივით არგამაძესთან, რადგან მოხდეს თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება. ეს გაორმაგება რას გულისხმობს? რომ 1 მილიარდი უკვე გამოიყოს თავდაცვის სამინისტროს და ამ 1 მილიარდის საფუძველზე მოხდეს თავდაცვის სამინისტროში შესაბამისად იმ ტექნიკის შერეღების აღჭურვა, რომელიც ესაჭიროებოდა იმ პირველ თავდაცვის სამინისტროს. მართლაც ეს სასაბო წესით მოხდა, პარლამენტმა მიიღო ერთი მოსმენით ეს გადადგენილება და 1 მილიარდი ლარი გამოიყო თავდაცვის სამინისტროს. ამ 1 მილიარდი ლარით რა გაკეთდა ახლა იმ პერიოდში? ეს 1 მილიარდი ლარი, რომელიც გაეწერა სხვადასხვა სახის ოპერაციებში და სხვადასხვა სახის შესყიდვებში, პირველი ეს იყო თითქოს და თავდაცვის სამინისტრომ 2007 წელს გორში ააშენა ოფიცერთა საცხოვრებელი სახლები და ეს გადასცეს ოფიცერებს. ეს არის აბსურდი, არაფერი არ აშენებული აბსოლუტურად. აქ გამოყოფილი იყო 25 მილიონი და სადაც ეს ფული გათეთრდა და ჩავიდა სააკაშვილის ჯიბეში და მის ესე იგი რაღაც ბინძურ საქმეებში. მეორე ოპერაცია ჩატარდა თითქოს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2007 წელს შეისყიდა კავშირგამბულობისათვის მაღალი ტიპის საშუალებები. ეს არის ჰარისის ტიპის კავშირგამბულობის სისტემები, რომელსაც დღეს ხმარობს ამერიკის შეერაღებული ძალები და საკმაოდ ეფექტურია. მაგრამ თქვენ კარგად მოგეხსენებათ 2008 წლის აგვისტოს ომების დროს ნახევარი დღეს კი ესე იგი არ ქონდა ჩვენ კავშირგამბულობის სისტემები, რადგან აბსოლუტურად ეს იყო გამოუდექარი და ეს იყო ის იმ ხარისხის და იმ ესე იგი შემადგენლობის რაც აღმოჩნდა რომ თითქმის ეს ფული გაათეთრეს და არათუ ახალი ტიპის სისტემის ესე იგი კავშირგამბულობის სისტემა შემოიტანეს, არამედ ძველი ჩამოწერილი რაღაცას ვიღაცას გაურიგდნენ თავისი ესე იგი კანალებით და სწორედ ამან განაპირობა 2008 წელს რომ თავდაცვის სამინისტროს შეერაღებული ქვედანაყოფები გახდნენ პარალიზებული წინა ხაზზე და ის აღმოჩნდა მართვის გარეშე და შემდეგ გადავიდნენ მობილურ სისტემებზე, რაც იმავე დღეს მოხდა მესის ჩახშობა. ეს მასალების მოვიგლიოთ აღმოჩნდა რომ ეს ფული უკვე გადარიცხული იყო სეიშელის კუნძულებზე ბენ ტრეინინგში, სადაც მათ ფარული ანგარიშები აქვს. მეორე ის რომ საქართველოს შეერაღებული ძალებს 50 მილიონი არის აი აქ ნუსხაში მითითებული შეისყიდა თითქოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც ჩვენ უნდა გამოგვიყენებია არათუ მარტო საომარი მოქმედების დროს, არამედ დღესაც სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების დასაცავად. 50 მილიონი ლარი, რომელიც ესეც გაათეთრეს და ეს თანხაც ესე იგი გადარიცხეს რაღაც ოფშორებში და მათმა ეს თანხა მიითვისეს და აბსოლუტურად არანაირი ტექნიკა არ იყო შემოტანილი საქართველოს შეერაღებულ ძალებში. უბრალოდ ეს ადიოდა ბალანსზე, ფიქსირდებოდა რომ ნაყიდი ჰქონდათ, მაგრამ რეალურად არაფერი არ ჰქონდათ. მესამე საქართველოს შეერაღებულმა ძალებმა დაიწყეს თავდაცვის ზღუდეების აშენება, ამას ვამბობ გიგი კალანდაძის მინისტრის გენერალური შტაბის პროფესორის დროს, სხვათა შორის მე სხვა სკანდალურ ბრძანებასაც განახებთ გიგი კალანდაძის მიერ ხელმოწერილს, ამას შემდგომში ახლა განახებთ, სადაც 300 მილიონი ლარი გამოიყო, რომ აშენებულიყო საქართველოს შემოსასვლელებში თავდაცვის ზღუდეები. ეს 300 მილიონი ლარი, ესეც უკვე წავიდა უგზაუგლოდ, არაბელი აბსოლუტურად იქ არ აშენებულა, არ გაკეთებულა. შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ აი ამ საკითხებთან სწავლა და მე როდესაც ამბობს კალანდაძე რომ ტრისტან ჭეთილაშვილი იმყოფებოდა გასაედნო სამხედრო ბაზაზე, არანაირი გასაედნო სამხედრო ბაზა არ იყო ის. ეს არის საქართველოს შეერაღებული ძალების ლოჯისტიკის სასაწყობე санივთე ბაზა, სადაც ინახება სამშენებლო მასალები, სადაც ინახება სატვირთო ტექნიკა და ასე შემდგომ. აღმოჩნდა, ესე იგი 1 მილიონი ლარი ამ დროს გიგი კალანდაძის გენერალური შტაბის პროფესორის დროს გამოიყო სწორედ საინჟინრო სამუშაოებისთვის, რომ შეეძინათ ბულდოზერები, სატვირთო ავტომობილები და შესაბამისად ეს ტექნიკა გამოეყენებინა სწორედ აი ამ თავდაცვის ზღუდეების მშენებლობისათვის. მე პირადად, როდესაც მქონდა ინფორმაცია, რომ ეს 300 მილიონი, რომელიც გაიფრანგა და 300 მილიონი, რომელიც არ მოხმარდა ამ თავდაცვის ზღუდეებს, ამავდროულად იყოს ინფორმაცია ამ 1 მილიონზე. ეს რა გააკეთა გიგი კალანდაძემ და საერთოდ ამ გუნდმა ბიზნესმენებს დაავალეს, როგორც მათ ჩვეოდათ და აყიდინეს იზოლების წესით, ზოგს სატვირთო ავტომობილები, ზოგს ექსკავატორები, ზოგს სხვადასხვა სახის ტიპის ტექნიკა და აი სწორედ თავი მოუყარეს თელეთის მთაზე და გადამალეს ეს ყველაფერი. და თითქოს ეს ტექნიკა და ეს ტრანსპორტი და ეს სხვა საშუალებები შეეძინეს თავდაცვის ბიუჯეტი ამ 1 მილიონი ლარით და ეს 1 მილიონი ლარის მოხსნეს გაათეთრეს ჩაიდოს ჯიბეში და პლუს ამას ის ტექნიკა და ის საშენი მასალები, რომლებიც უამრავი იქ მილიონობით იყო, დაიწყეს მისი ეტაპობრივად გაყიდვა. აი სწორედ ეს ფაქტები შევისწავლე, აი ეს ხარჯები შევისწავლე, ეს ფულები, რომელი ფულებიც უნდა ხმარებოდა და უნდა ეს თანხები წასულიყო სწორი მიმართულებით და ამ თანხებით პენსიონერს უნდა ეცხოვრა თავის ამ ქვეყანაში ნორმალურად, ამ თანხებით უნდა მოხდარიყო თავდაცვის უნარიანობის გაუმჯობესება, ეს თანხები უნდა მოხმარებოდა იმ უპატრონო ბავშვებს და ეს თანხები უნდა მოხმარებოდა ქვეყნის განვითარებას და განათლებას. ეს თანხები მიითვისა სააკაშვილმა, ეს თანხები ჩაიდო სააკაშვილმა ჯიბეში და აი ამ თანხების მეშვეობით მან დაიწყო სწორედ იმ ბინძური საქმეების და ბინძური ქმედებების განხორციელება ჩვენ ქვეყანაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ამავდროულად ჩვენს მიერ იქნა მოპოვებული დოკუმენტი, როდესაც გიგი კალანდაძე გამოდის საიძახის გამარჯვება, რომ წიცა და ტრისტან ჭეთილაშვილი არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი. მე კიდევ ვიძახი და ვამბობ, ამას შეისწავლის საქართველოს სპეცსამსახურები. თუ საჭირო იქნა, ჩართონ კიდევ ამერიკის სპეცსამსახურები, რომლებიც აქ აყავთ, მათმა შეისწავლონ და თუ მე დამნაშავე ვარ და მართლაც ვარ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, მზად ვარ პასუხი ვაგო. და თუ არა, იმათ მაგონავს პასუხი და სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა აგოს გიგი კალანდაძემ და ამ ბრძანების საფუძველზე უნდა აგოს გიგი კალანდაძემ პასუხი, რადგან ამ ბრძანებაზე არის მისი ხელმოწერა. ეს არის 2008 წლის 6 აგვისტოს დაწერილი ბრძანება, მთავარსარდლის მიერ გამოცემული ბრძანება სამაჩაბლოს მიმართულების საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით. ბრძანებას
რომელსაც გამოცემს თავმჯდომარე, შემდგომ ეს შესაბამისად იწერება გენერალური შტაბში და მიდის ბრიგადებში. და სწორედ აი აქ არის 7 აგვისტოს ბრძანება დაწერილი, ხელმოწერილი გიგი კალანდაძის, სადაც მითითებული არის მიმართულებების ყველა კოორდინატები აბსოლუტურად, ქვედანაყოფების ყველა გადაადგილებები, სამაჩაბლო მიმართულებები, საბრძოლო მოქმედებასთან განახლებასთან დაკავშირებით. და შემდგომ ეს ბრძანება არის ნათარგმნი რუსული ტექსტით და 8 აგვისტოს რუსეთის სპეცსამსახურების ხელში ჩავარდა ეს ბრძანება გიგი კალანდაძის ხელმოწერით. ამიტომ მე არ ვიცი ეს პირადად გიგი კალანდაძემ გადაცა თუ გადაცა. ამიტომ მე მოვუწოდებ ახლა საქართველოს სპეცსამსახურებს დაიწყოს შესწავლა ამ ბრძანების, როგორ მოხდა 2008 წლის 7 აგვისტოს ბრძანება რუსეთის სპეცსამსახურების ხელში, სადაც მითითებული არის კონკრეტული ქვედანაყოფების გადაადგილება, შესაბამისი კონკრეტული ამოცანები, დავალებები, სასაცხლე წერტილების ესე განადგურება, თავდაცვის უდეების შექმნა, აი ამა გამოიწვია სწორედ პარალიზება საქართველოს შეიარაღებული ძალების უკვე 9 აგვისტოს